ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარე ავარიულ სახლებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და რუსთავის ადგილობრივი მოსახლეობა სამედღია საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით ქუჩაშია გამოსული. დევნილები თავდაპირველად ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაკავებაში ეცადნენ, შემდეგი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ყოფილ სასტუმრო შენობაში ცდილობდნენ შეჭრას. საპატრულო პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა, უსახლკაროდ დარჩენილმა 45 ოჯახმა პრობლემების მოგვარება მერიის ადმინისტრაციის უფროსისგან დავით ჯანიშვილისგან მოითხოვა. დევნილები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას დაპირდა. უსახლკაროებმა საბოლოოდ ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა მაინც დაიკავეს. გვეშინო და არ ქონდა სიტყვის ამოღების უფლება. ეხლა არის უფლებები, გვაქვს ძლივს ბედნიერება გვეწია და მოვედით და ვლაპარაკობთ ჩვენ გაჭირვებას. ჩვენ აქ ყველა მისამართოები ვართ, ყველა უსახლკაროები ვართ. დევნილებისთვის სასაბჭოებრივი მოსახლეობისთვის მათთვის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება სოციალური სახლის მშენებლობა, რომელზეც კრიტერიუმები თავისთავად შეადგენს მერიასთან ერთად ორგანიზაცია, დაფინანსებული ორგანიზაცია და ერთადერთი ამ ეტაპისთვის საშუალება მისცემს დაკმაყოფილების საცხოვრებელი ფართით ისის დროებით იქნება ეს ალბათ ესეც სავარაუდო დეკემბრისთვის.